გესწრაფეთ მეგობრებო, თქვენ ვარ საბა და ახალგაზრდა შევასწავლე და დღეს მეგობრებო, ჩვენ ისე როგორც ტრადიციულად მივდივართ ჩვენს ფერმების სამუშაოზე. მაგიტომ მოით მეგობრებო, ავიღოთ თოხი. დღეს სპეციალში მე ავიღებ რაც შეიძლება მეტ ხორბლის თესლსა და ჭარხლის თესლს და კარტოფილის თესლს ასე გველია. და მოით მეგობრებო, ახლა წავედით ჩვენს ფერმების სამუშაოზე. მეგობრებო, პოლიციის მანქანა. მეგობრებო, საოცარია. რა რაღაც მოხდა ჩვენ სოფელში? სიმართლე გითხრათ, პრინციპში არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ სოფელში ყოველდღე რაღაცეები ხდება, ხან კარგი, ხან ცუდი, მაგრამ ისე რომ ამხელა პოლიციის მანქანა, მეგობრებო, ეს პოლიციის ფურგონია, წარმოიდგინეთ და ამხელა მანქანა პოლიციის რომ მოვიდეს ჩვენს სოფელში, დიდი ხანია რაც არ მინახავს. გონი მეგობრებო, რაღაც სერიოზული გამოის მოხდა ჩვენ სოფელში და პრინციპში მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს რა მოხდა ასეთი, რომ ამხელა პოლიციის ფურგონი გამოიძახეს. კაი, პრინციპში მეგობრებო, ჩვენ სოფელში ყოველდღე რაღაცეები ხდება, ხან რაღაც ძარცვები, ხან რაღაცეები, მაგრამ ისე რომ პოლიციის ამხელა მანქანა რომ გამოვიდეს. მეგობრებო, პრინციპში ჩვენს სოფელში, როგორც თქვენ უკვე იცით, არიან ასეთი შეწენილობები. ანუ ჩვენი სოფელი არის ორ ჯგუფად განაწილებული. ერთი ჯგუფი, რომელიც არის ძალიან მცირე რაოდენობის, ეს არის ზუსტად ის ცუდი, ბოროტი შეწენილობები, რომლებიც სულ სოფლის ცხოვრებას ანადგურებს და მეორე კიდე ერთი 9 შეწენილობი 12-დან, რომლებიც არიან პოზიტიურები, ნორმალურები, ოქროს შეწენილობი გამარჯობა და ასე შემდეგ. შევხედეთ მეგობრებო, პოლიციელები так, მოით მეგობრებო, გავესაუბროთ. პოლიციელებო, ღმერთო ჩემო, პოლიციელებო, გამარჯობათ და რამე სერიოზული ხომ არ მოხდა? так, თავარი არ მოხვიდეთ ახლოს. საქმე იმაშია, რომ მოკლედ, ჩვენს ქალაქში ვიღაცამ მოიპარა, რომელიღაც შეწენილობა მოიპარა 27 ზუგდიდი. მოკლედ, ჩვენ და გამოიქცა თქვენს სოფელში. ამ სოფელში მოვიდა პოლიციელი, რომ დაეჭირა ის შეწენილობი და დიდი სამწუხაროდ მოკლეს აქ. ჩვენ უკვე ავიღეთ ცხეული და ახლა ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ გავერკვევათ თუ ვინ მოკლა ეს ჩვენი პოლიციელი. მაგრამ თქვენთანაც კი დაგვჭირდება გასაუბრება, იმიტომ ჩვენ ჯერჯერობით ყველა შეწენილობი ყავს ეჭვში ამ სოფელში. Так, окей, кай, პრინციპში მე არ ვარ უარზე, ახლა ჩემს სამუშაოს დავამთავრებ და მოვალ თქვენთან აუცილებლად. გაგიჟავა მეგობრებო, წარმოიდგინეთ, გამოდის როგორც ამ პოლიციელებმა მითხრეს, ვიღაც შეწენილობა ქალაქიდან, ქალაქში მოიპარა 27 ზუგდიდი, გამოიქცა ჩვენ სოფელში. პოლიციელი გამოაგზავნეს იმისათვის, რომ ამოეხსნა ეს ძარცვა და აქ მოკლეს და ახლა მეგობრებო, გამოის ეს პოლიციები მოვიდნენ იმისათვის, რომ უკვე გაარკვიონ თუ ვინ მოკლა ეს პოლიციელი. გაგიჟავა მეგობრებო, უბრალოდ კლევაზე არ ვიცი უბრალოდ რაც კი ვთქვა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ სოფელში ასეთი რაღაცეები ხდება. გამოის ჩვენ სოფელში არსებობენ ასეთი კარგი, ასეთი კეთილი პოლიციელები, რომლებიც მოდიან ჩვენ სოფელში, რომ ასე თქვა, მძიმე ძარცვები, მძიმე ძარცვები რომ ამოხსნან და ასე კლავენ, მაგრამ მეგობრებო, რაც თავარია, პოლიციელები არ ღონდებიან, ასე თქვა, იმედი ასე თქვა, არ უქრებათ და მაინც მოდიან ჩვენ სოფელში იმისათვის, რომ ამოხსნან რაც შეიძლება მეტი ძარცვა ამ სოფელში. ასაკვირველი მეგობრებო, ამისათვის დიდ პატივს ვცემ ჩვენს პოლიციელებს და რასაკვირველია, ეს არის ძალიან დიდი გმირული საქციელი, შეიძლება ითქვას ასე, მაგ პოლიციელების მხრიდან. პრინციპში მეგობრებო, მე რასაკვირველია, არ ვარ უარზე, რომ გავესაუბრო ამ პოლიციელებს, შესაძლებელია რაღაცეებს უფრო ასე თქვა ჩაუღრმავდები და პოლიციელები უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებენ თუ ვინ იყო ეს შეწენილობი. შესაძლებელია მეგობრებო, საერთოდ აქ იყო, იცით როგორ გამოის პოლიციელი მოვიდა იმისათვის, რომ ამოეხსნა ის ძარცვა და აქ მოკლეს. გამოის აქ შესაძლებელი იყოს ორი ადამიანი, ერთი ძარცველი და მეორე კი მკვლელი. და შეიძლება ის იყოს ერთი შეწენილობი, რომელიც არის როგორც ქურდი, ასევე მკვლელი.
მეგობრებო, ტაქს, კაი, მოით მეგობრებო, ახლა ეს ყველაფერი თესლები, ასე ვთქვათ, ჩავდოთ ჩვენს ყუთში და მე უკვე წავიდეთ ამ პოლიციელებთან, ასე ვთქვათ, გასაუბრებაზე. ტაქს, მოით მეგობრებო, ახლა ჩავდოთ ეს ყველაფერი. Так, მეგობრებო, შეგეთ როგორი რამხელა, რამდენი კარტოფილი, რამდენი ჭარხალი და რამდენი ხორბლის თესლებია. ნუ პრინციპში ეს ძალიან კარგია, რომ ასე ვითარდება ჩვენი სოფელი. ტაქს, მეგობრებო, სტოპ, მოით აბა ერთ წუთს შევამოწებ. ოპა, მეგობრებო, ტაქს, რაღაც განახლება თამაში, ერთ წუთს აბა. მიდი და yes! რა კარგი აბა რა, ნომერი 1. ტაქს, სტოპ, რომელი საათია? უკვე 1 საათი ვთამაშობ. მეგობრებო, მოგეთ უკვე ჩავრთე კამერა. უბრალოდ ჯანდაბა მეგობრებო, მე დამავიწყდა. მე ხო პოლიციელებთან გასაუბრებაზე. ვაი, მეგობრებო, ტაქს, სტოპ, ოკეი. ახლა ვეწავა, ინტო უბრალოდ გონი უკვე პოლიციელები ამდენი ხანი უკვე მელოდებიან. ნუ არ შეიძლება სხვა ჟიწელნიკებს პოლიციელებო! რა ჯანდაბა მოხდა? ჟიწელნიკებო! მეგობრებო, არც ერთი პოლიციელებო. სტოპ. 1 და მეორე. მეგობრებო, აქ ხო 2 იყვნენ. რა ჯანდაბა მოხდა? არც ერთი ჟიწელნიკი მეგობრებო გარეთ არ არის. რა ჯანდაბა? ტაქს, მეგობრებო, ეს უკვე აღარ მომწონს. მაგრამ სტოპ, აქ ხო 2 პოლიციელი იყო. ტაქს, სტოპ, მეგობრებო, ჯანდაბაში მეგობრებო, სტოპ. უფრო კარგი ახლა იცით რა? სახში ჩავიკეთე. აი ასე. რა ჯანდაბა მოხდა? 1 საათი გავიდა. სტოპ, მოიცეთ მეგობრებო. ეს ის მკვლელი ხომ არ არის? რომელმაც ის პოლიცია მოკლა. ახლა ამ მკვლელმა 3 პოლიციელი მოკლა? სტოპ, და იქ ხო 1 პოლიცია და მეორე სად არის? იქ ხო 2 იყვნენ. ჯანდაბა მეგობრებო, თან უკვე საღამოა. ასეთ სარიელ სოფელში შეგეთ მეგობრებო, არც მეზობელი, არც არავინ არ არის. რა ჯანდაბა მოხდა? ტაქს, იცით რა, მე სოფელში არ გავალ, სანამ ამ ალმასის ხმალს არ ავიღებ. აი ასე მეგობრებო, უფრო კარგია, მაგრამ ჯანდაბა თუ იმ მკვლელმა მოკლა ასეთი პოლიციელები, რომლებსაც ძალიან მაქსიმალურად განვითარებული და ახალი, ასე ვთქვათ, მოდერნიზებული იარაღი ჰქონდათ, მე ალმასის ხმით რაღაც გავაკეთებ. რა ჯანდაბა მეგობრებო და სტოპ. ეს რა არის? ეს მეგობრებო აქ იყო? ოპა. მეგობრებო, იცით? ეს მგონი მეგობრებო სისხლია, ღმერთო, რა არის? სტოპ. სადღაც თითქოს მეგობრებო რაღაც ნაბიჯებია. მეგობრებო, როგორ არ მომწონს ეს ყველაფერი? ჯანდაბა, წავიდე თუ არა? იმ კვლელს შეიძლება ჰქონდეს იარაღი. ჯანდაბა მეგობრებო, მოით უფრო კარგია წავიდეთ, იმიტომ სოფელში მეგობრებო შეგეთ ფერმერიც არ არის, რა ჯანდაბა. так, მეგობრებო, სად მიდის? так, შემდეგ სად? так, ტაქს, მეგობრებო, გორაკში მიდის. так, შემდეგ ტაქს, მეგობრებო, თავარი აფთქრათ და უკნიდანაც უფრო კარგია ვიყოთ. ჯანდაბა მეგობრებო, უკვე ღამდება და სარიელი სოფელი ნეტავი ჟიწელნიკებს რაღა დაემართათ. так, სად მიდის? ტაქს, აბა, ტაქს უკნიდან არავინ არ არის და ჯანდაბა მეგობრებო, უკვე მე თვითონ მომიწევს. სად შეიძლება წავიდე? ნუ მოით მეგობრებო, ამ ტყეში. ჯანდაბა, რატო ტყეში? ტაქს, მეგობრებო, ჯერჯერობით არც ერთ ნაბიჯს არ ვხედავ. არ ვხედავ, ჯანდაბა მეგობრებო, ეს ფოთლების კიდე მიშლიან ნერვებს. ტაქს, ასეთ სიტუაციაში კიდე ეს ფოთლები ღამაგდა და მეგობრებო, რაღაც შუქი. სტოპ. წყნარად მეგობრებო, ფრთხილად და ჯანდაბა მეგობრებო. სტოპ. ჟიწელნიკი მეორე პოლიციელი. так, მეგობრებო, შესაძლებელია მე ახლა ძალიან დიდ შეცდომას ვიწყე. ვიზა, მაგრამ მეტი მგონი ვარიანტი აღარ მაქვს. 3, 2, 1 და ტაქს, ჟიწელნიკო, წყნარად
გაჩერდი, თორე ეგრევე მოკლავ, ეგრევე გეუბნები. რა კენი ეს მე ვიცი რომ ეს შენ იყავი. რისთვის და რატომ მოკალე ამდენი პოლიციელი და რატომ მოიპარე? მოსეთ რატომ მოხვეი ჩვენ სოფელში? ანუ დროზე მითხარი. სამა ეს ისო შენ ხარ? როგორ მომესხებ ვერც კი წარმოიდგენ. ყველაფერი გამომივიდო და ბოლო პოლიციელი დარჩა. მაგრამ ისევ შენაჩრები სხვის საქმეებში. როგორ ვეღარ დაწყანარდები სამა. всё. Так, სად არის აბა ჩემი თოფი? всё. დააშედაბა შენ სიცოცხლებს სამა. რა, არა, მეგრო, დროზე. Yes! Stop, მეგრო. მეგრო, პოლიცია ლალო, ცოცხა. მეგრო, დებილური კითხვა. Так, მეგრო, stop. ახლა მოუკალი ეს ჟიტიანი კი და რა ვქნა? Так. მეგრო, მოიცით რა, ახლა მე უფრო კარგია. ახლა წავალ სოფელში, კი, რასაკვირველია, უფრო საშიშია. მაგრამ მეგრო, აღარ ვიცი რა გავქნა, იმიტომ ამ ადგილას მე 100%-იანი აღარ დავშვები. შეიძლება ეს ჟიტიანი კი ისევ დასპაუნდეს. შესაძლებელია დასპაუნდეს. დროზე მეგრო, так, სოფელში ჩანტაბა საწყალი პოლიციელები. так, მეგრო, იცით რა გეგმა მაქვს ახლა დროზე იმ პოლიციის მანქანაში შევა, იმედია გასაღები ექნება. ახლა უნდა ვნახო გასაღები თუ არის იქ, იმედი აქვს და მოკეთე წავალ პოლიციის სადგურთან. იქ ვეტყვი უკვე პოლიციელებს, ვოიცეებს უკვე გამოვიზახებ ათობით პოლიციელებს და უკვე თვითონ так, მეგრო, კარი ვიღია და так, გასაღები მეგრო არის, так, ძალიან კარგია. მოგეთ მეგრო, მე ახლა так შევევით, მადლობა დიდი მის ყურამითოს ბონდე. თუ მოგესწრებთ და ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი. ნახვამდის.